თვითონ ფაილის მენეჯმენტისთვის Excel 2010-ში არის File menu, ანუ ეგრეთ წოდებული Backstage view. თუ გადავალთ მასზე, ნახავთ, რომ აქედან შეგვიძლია შევინახოთ ფაილი, შევინახოთ ის ფაილი როგორც, ანუ შევინახოთ იგი და შევუცვალოთ მას ფორმატი, შეგვიძლია გავხსნათ ახალი დოკუმენტი ან დავხუროთ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაციის განყოფილება, სადაც გვაქვს ინფორმაცია ჩვენი მოცემული ფაილის შესახებ, მისი ზომის შესახებ, ბოლოს მოდიფიცირების შესახებ, როდის შეიქმნა და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ჩავატაროთ აქედან ზოგიერთი ოპერაციები, რომელზეც ვისაუბროთ მოგვიანებით. აქვე არის recent, ანუ მიმდინარე განყოფილება, სადაც ჩამონათვალი არის ბოლოს გახსნილი ფაილების, ხოლო მარჯვნივ მხარეს არის ბოლოს გახსნილი საქაღალდაები დამახსოვრებული. შეგვიძლია აქედანვე დავაჭიროთ ამ ჭიქკარტის ხილაკს და ეს დოკუმენტი ყოველთვის იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, ეს არის ახლახანს გახსნილი თუ არა. შემდეგი არის new განყოფილება, საიდან შეგვიძლია შევქმნათ ახალი ფაილები ან ჩვეულებრივი დოკუმენტი, ან და შევქმნათ დოკუმენტი უკვე არსებული ნიმუშებიდან. შემდეგი არის print-ი, ანუ ბეჭდვის განყოფილება, სადაც მარჯვნივ ხედავთ თუ როგორი დაიბეჭდება, რამდენი გვერდი დაიბეჭდება და ასევე შეგვიძლია შევუცვალოთ მას გარკვეული პარამეტრები. შემდეგი არის შენახვის და გაგზავნის. შეგვიძლია გავგზავნოთ სხვას თუ რა თქმა უნდა კომპიუტერზე დაყენებული გვაქვს email-ის პროგრამა, ასევე შევინახოთ ინტერნეტში ან გავუზიაროთ სხვებს SharePoint-ის საშუალებით. შეგვიძლია ასევე შევუცვალოთ მას ტიპი და შევინახოთ სხვა ფორმატში, ან შეგვიძლია იგი შევინახოთ როგორც PDF-ი ან XPS ფორმატის დოკუმენტი. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ მოგვიანებით ამ კურსის განმავლობაში. აქვე არის ოფციების, ანუ პარამეტრების განყოფილება, სადაც შეგვიძლია დავარეგულიროთ სხვადასხვა პარამეტრები. დავუბრუნდით დოკუმენტს და ვხედავთ, რომ აქ გაჩნდა წყვეტილი ხაზი. ეს არის იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით შესული print მენიუში, ანუ ბეჭდვის მენიუში და ამ ხაზის საშუალებით ხვდებით თუ რომელი მოხდება ქაღალდზე დაბეჭდვის დროს. ასე, file menu-ის საშუალებით ოპერაცია, ანუ მანიპულირება ხდება თვითონ დოკუმენტზე და კარგი არის ის, რომ იგი არის მსგავსი Microsoft Office-ის სხვა პროგრამებისთვისაც.